საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამწუხაროდ რელიგიის ისტორია აღარ ისწავლება. ჯერ კიდევ უახლეს წარსულს თუ ავიღებთ, რელიგიის ისტორია ჩაანაცვლა სამოქალაქო საზოგადოებამ. სამოქალაქო საზოგადოების შემდეგი ეტაპის, ესე ვთქვათ, ჩანაცვლება მოხდა 2011-დან 2016 წლების შემდეგ, როდესაც ხელოვნებას გადაეცა რელიგიის ისტორიის სწავლა და აქ უკვე ეს რელიგიური ნიუანსები დაიკარგა და მხოლოდ ხელოვნების დონეზე ისწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგია. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ძალიან ცუდია და ნეგატიურ შედეგს პოებს ისეთ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად საქართველო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ არ ვიცით და ჩვენმა შვილებმა არ იციან რა არის მისი თუნდაც სახელმწიფო რელიგია, მისი ისტორია, წარმომავლობა და ეს ფუნდამენტური პრინციპები, ვფიქრობ, რომ ეს ნეგატიურად დაისახება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ რელიგიის ისტორიის სწავლა კვლავ იქნება შესაძლებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კვლავ მიეცემათ ბავშვებს, რომ ისწავლონ რელიგიის ისტორია. კარგი იქნება თუ აქ რელიგიის ისტორიის სწავლაზე როცა ვსაუბრობთ, იყოს არჩევითი, მაგალითად ეთნიკურად დასახლებულ მუსულმან თემებში ისწავლებოდეს შესაბამისად არჩევითი რელიგია და ასევე ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელი იყოს რელიგიის არჩევა. თუმცა აუცილებელი არის, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს ქრისტიანულ რელიგიის ისტორიის სწავლებას და ეს ყველაფერი უნდა იქნეს ერთობლიობაში ანალიზი გაკეთებული და ამის შემდეგ, როგორც საკანონმდებლო აქტი, ისე უნდა იქნეს მიღებული. ჩვენ ყველას გვახსოვს ჩვენი თაობას ძალიან კარგად გვახსოვს თუ რაოდენ დადებითად ფასდებოდა ხოლმე და ახასიათებდა რელიგიის სწავლა ჩვენს სკოლებში. დღესაც მახსოვს ჩემი რელიგიის მასწავლებელი და აბსოლუტურად დადებითი როლი ითამაშა პირადად ჩემს ცხოვრებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგია მხოლოდ გადაგებს სიკეთეს, სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას, ამიტომ აქ პირიქით მსგავსი საგნების და მსგავსი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ძალიან კარგი იქნება ნებისმიერ ბავშვი თან იმ ასაკში, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ შეიმეცნებს სამყაროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რელიგიის სწავლება მხოლოდ დადებითი იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა ვაპირებთ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მიმართოთ საკანონმდებლო ორგანოს საინიციატივო ჯგუფმა მიმართოთ და გავაჟღეროთ ეს იდეა, როგორც საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდეს და შემდეგ ამაზე მხატვრობა. არასამთავრობო კი, ახალგაზრდა უფლება ჩვენ ბევრი არასამთავრობოს გაერთიანება გვაქვს და ეს არის არასამთავრობების გაერთიანება, ესეთი საინიციატივო ჯგუფი. უფლება დამცველმა გააჟღერა და მე უკვე ჩვენი შემდეგი ეტაპი არის, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ შევიტანოთ საკანონმდებლო ორგანოში ეს ინიციატივა, რომ დაარეგისტრიროს როგორც გაერთიანებამ არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება აპირებს, რომ მიმართონ საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის ისტორიის გაკვეთილის დამატების მიზნით. ან შესახებ როგორც είναι ეს დაწერა. ეს დაახლოებით რა პერიოდში აპირებთ აი კიდე კვირაში უკვე ხო კი აი ხა მთავარი ამოცანა არის რომ საზოგადოებას გავაგებინოთ რომ ეს იდეა გააჟღერდა და ხა მთავარი არის რომ ეს იდეა მივაწოდოთ ხა შესაბამის საკანონმდებლო ორგანოს რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს იმიტომ რომ ანთელი მე ვფიქრობ რომ იქნება ხა აქ საპატრიარქოს უნდა ჩაერთოს და შესაბამისი საკანონმდებლო დაწესებულების ალბათ ეხლა დადგა დრო რომ ამოიღოს ხმა და ამოიღოს კიდევაც ეს ვფიქრობ და ნახოთ რა იქნება. იმიტომ რომ ეს იდეა ძალიან ისეთი რა ქვია აქტუალურია და მნიშვნელოვანი დროულია ჩვენ ესე მიგვაჩნია და ნახოთ რა იქნება იმედია რომ
ბატონო, მე ჩემს შვილებს სახში ხო, იმიტომ რომ სკოლაში არ უკითხავენ და ხა გინდა არ გინდა ჩვენ გვიწევს. ხო, და არ არის. არის აი ძალიან ზოგადად, აი რელიგია რო არის, აი ღმერთი ვინ იყო და ხო ძალიან ესე. ხო, ხო.